მართლა დაგვისვათ თქვენ ყველანი ეს ოჯახი გისურვებთ წარმატებას, სულიერ წინსვლას, გზის გახსნას, ღვთისაიდებ და ცულის სასწავლებლად. ყველაფერ ამას რა თქმა უნდა შრომა უნდა, მუშაობა უნდა საკუთარ თავზე და ძალიან ბევრი ის ვთქვათ შემეცნება უნდა, ღვთისმოწყობილ შემეცნება სარწმუნოებისა, შემეცნება წმინდა წერილისა, შემეცნება იმისა, რასაც გვასწავლის საფრთხის ჯული. და რა თქმა უნდა თავის დამდაბლების ფონზე, ხო? დანარჩენი მიეცემა ადამიანს ყოველივე. შეიძლება რაღაც დაბრკოლებები იყოს და აუცილებლად იქნება და უნდა იყოს კიდევ, ვფიქრობ, მაგრამ ისინი წარმატებით გადალახული იქნება. მუდმივ წინააღმდეგობათა ნაკადში ისედაც ცხოვრობთ. აი სახლის კურთხევაც ეხლა დღეს, რომელიც აღვასრულით, ემსახურება იმას და ასე ვთქვათ, მუშაობს იმაზე და ძალას აძლევს ადამიანს იმისათვის, რომ ეს წინააღმდეგობები წარმატებით იქნეს გადალახული. რომ თამდაბალი, გულწრფელი ადამიანი, მისი მაზიარებელი ადამიანი, მისი ოჯახით ნაკურთხი იყოს და გარემოცვა მისი, სადაც იმყოფება ზურგი მისი, ამ სოფლის, ასე ვთქვათ, წუთი სოფლის ცხოვრების ფრონტზე, მისი ზურგი იყოს მყარი, მშვიდი, წყნარი და სულიერად მყუდრო და კომფორტული. სულიერად კომფორტული, რა თქმა უნდა და სასურველი, რა თქმა უნდა, ის პირობების შექმნას, რომ ადამიანმა თავისი მოვალეობებს გააფრას წარმატებით თავი და რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მიეცემა მას. რაც საჭიროა, რაც ადამიანის სულისათვის და მისი სამშობლოსათვის და ხორცისათვის, რაც მთელი ადამიანისათვის, მისი წინსვლისათვის საჭიროა მიეცემა მას. ადამიანი ისეთი ქმნილება, რომელიც არის ხატება ღვთისა და ამის გავსებას უნდა მიაღწიოს. ითხოვდე და მოგეცეთ თქვენ. ყოველივე მოგეცემა ის რაც საჭიროა. ამიტომ ნათქვამი ითხოვდეთ პირველ რიგში სასუფეველს ცალთასა და სიმართლესა მისსა. დანარჩენი მოგეცემათ და შეგეძინება თქვენ დაწყებული ვთქვათ საკვებიდან თუ დამთავრებული ვთქვათ სახლი თუ ჩასასმელი თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ ჩვენ რომ უზენაეს ფასეულობებზე გავაკეთოთ აქცენტირება. ადამიანი ისეთი მიკროსამყაროა, ისეთი ცენტრია ძალებისა, ისეთი საოცარი დაგროვებაა ძალების, ისეთი საოცარი კონცენტრატია ძალებისა და სულიერი შინაგანი, ასე ვთქვათ, მასში იმდენი საუნჯე და იმდენი სიმდიდრე იმალება, რომ მას ერთი შეხედვით ვერ აღიქვა. მასში ძალიან ბევრი პლასტი და მალე ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, შინაგანი სიმდიდრეა. ამიტომ თავით თვისით ადამიანი ვერაფერს ვერ შეძლებს, მაგრამ ღვთის მადლით მას შეუძლია უზარმაზარ მწვერვალებს მიაღწიოს. მუდმივად ვახსოვდეთ სულფალი, მუდმივად ვიფიქროთ იმაზე, რომ განვიწმინდოთ. შინაგანი განწმენდა არის მთავარი, რომ სახლის არს ქმნის ისინი, ვინც მასში ცხოვრობს, ხო? შინაგანი სიწმინდის მიღწევაში გვეხმარება ეს სახლის კურთხევაც, ხო? რაც შინაგანია, ესევე გარეთ, რაც გარეთ არის, ისიც შიგნით და ერთად ერთი რეალობის ორი ასპექტია. და როდესაც ადამიანში ჯანმრთელობა სულიერი სიმხნევე, სულიერი სიმყუდროვე მატულობს და ზურგი მისი როგორც აღნიშნე ამ სოფლის მძიმე ბრძოლებით ახსოვს ცხოვრებაში მყარი და მყუდრო აქვს და მტკიცე აქვს, მაშინ შემოსრავს იგი ყველა დაბრკოლებას და წარწინ წავა. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უნდა სახლები ვაკურთხოთ პრინციპში, ადამიანი მიწაზე იდეა სახლის კურთხევისა გასაგებია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მაინც უცხოობაშია. მაინც ლტოილებაშია, მაინც დევნულებაშია, მაინც უცხო, ასე ვთქვათ, გზავრობაში და უცხოობაში. იმიტომ რომ ადამიანისათვის მიწიერი ცხოვრება ეს მაინც მიწა და დედამიწაზე არ არის მისი სამშობლო, მისი სამშობლო ზეცაშია. მისი ზეციური სახლი არის მთავარი. სანამ ზეციურ სახლს აკურთხებს, ამიტომ აქ უნდა აკურთხოს მისი შინაგანი ტაძარი. თვითონ ადამიანის ხომ ტაძარი აქვს, ისა და მისი იქაც მცირე ეკლესია, რომელშიც იმყოფება და აღავსოს იგი წყალბოწყალებით, სიყვარულით, მყუდროებით, სათნოებით, კეთილგანწყობით, შემწყნარებლობით და ხალისით. და უხაროდეს ადამიანს ქრისტიანული ცხოვრება, უნდა უხაროდეს მცნებების აღსრულება, რასაც ამ ოჯახში სურათ, რა თქმა უნდა. რაც შეეწევა მას ყოველგვარ ხილულ თუ ხილავ, ასე ვთქვათ, დაბრკოლებების გადალახვაში, ხოლო როდესაც ჩვენ ვადიდებთ ერთ ღმერთს, მამას, ზეზოს, სულიწმინდას, ეს და ერთ ქრისტიანულ მონოთეიზმს აღვიარებთ, ეს კიდევ უფრო მეტ სულიერ ძალას და იმუნიტეტს გვაძლევს იმისათვის, რომ გავძლიერდეთ და უფრო ჯანმრთელები ვიყოთ და წინ ვიაროთ სულიერად. დღეს ეს გვჭირდება ჩვენ ძალიან, იმიტომ რომ ღვთისმოყვარე ადამიანი დღეს
განსაკუთრებულ ყურადღების ქვეშ არის, განსაკუთრებული აქცენტირებულია მასზე ბრძოლები. ღვთისმოყვარე ადამიანი განსაკუთრებით უნდა მტკიცე და მყარი იყოს, როგორც გდემლი, რომ მასზე გამოიჭედოს ვთქვათ, მისი სულიერი იარაღი, მისი სულიერი აღჭურვილობა. იგი უნდა იყოს მაგალითი და ეს ოჯახი ამასაც უსურვებ ამ ოჯახს და მთელ ჩვენ მრევლს, რომ იგი იყოს მაგალითი არა მარტო დაფარული სათნოებების, არამედ გამომჟღავნებული, აღსრულებული, ხორცშესხმული სიკეთისა და სათნოებისა, რომელსაც უნდა თესავდეს, რაცაც დავთესავთ, იმას მოვიმკით და აუცილებლად ესე უნდა ვიმოძრაოთ და ვაკეთოთ, როგორც ქრისტე გვეუბნება და ერთობაში, სიყვარულში, ერთმანეთისადმი კეთილ განწყობაში, ნათელი სულიერი განწყობილებით, ნათელი ემოციონალური და განწმენდილი გონებითა და ვთქვათ, ემოციონალური შეგრძნებებით და განწმენდილი ასე ვთქვათ, სხეულითაც, ლოცვითა და მარხვით, რომელიც ახლა მოდის ხომ მარხვაშობის მარხვა, მოქცეულნი ასე თანდათანობით, ცირად, მაღლა და წინ და წინ მივიცევდეთ, რასაც ყველას გისურვებთ ამ ოჯახიდან დაწყებულთან ჩემ მრევლს. ამინ.